ჩვენი სკოლა დაარსდა 1959 წელს და მე 1973 წლიდან მუშაობ და 1985 წლიდან ვარ დირექტორი. 230 მოსწავლეა საფორტეპიანო განყოფილებაზე. გარდა ამისა გვაქვს ხალხური საკრავები, იქაც 70 მოსწავლეა, სოლო სიმღერა გვაქვს, იქაც 1-30 მოსწავლეა და არის კვარტეტი. მოსწავლეთა კვარტეტი. ჩვენ სკოლას არასდროს არ აყავდა წარმატებული და ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ ამ ბოლოს კიდევაც აღინიშნება სოციალურ ქსელებში ჩანს, ჩვენს აქტივობებში ჩანს, რომ დღითი დღე და ყოველ წელიწადს იზრდება წარმატებული ბავშვების რაოდენობა. არ არსებობს ფაქტიურად საქართველოში მიმდინარე არც ერთი რესპუბლიკური ღონისძიება, სადაც ჩვენი სკოლა არ ღებულობს მონაწილეობას. დღეს ტრადიციულად ალბათ არის მე-11 წელი თუ მე-12 ზუსტად ვერ გეტყვით, ყოველ წელიწადს ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაესტრო რევას ჯავახიშვილთან მეგობრობით მასთან მისი ხელშეწყობით და მისი დირიჟორობით ერთობლივ კონცერტებს ვატარებთ. ბოლო 2 წელია ორი კონცერტი გვაქვს. იმდენად ბევრია მოსწავლეების რაოდენობა და სურველები მიიღონ მონაწილეობა, წელსაც 2 კონცერტია ჩანიშნული. ასე რომ ვფიქრობ, საინტერესო ფურცელი იწერება ჩვენი სკოლის ისტორიაში. ჩემთვის არ არის ახალი ამ სკოლის საშემსრულებლო ხარისხი და დონე. ყოველთვის არის ძალიან კარგი, ძალიან მოწესრიგებული. ეს რა თქმა უნდა არის დამსახურება იმ შრომის და იმ ადამიანებისა, ვინც აქ იხწვის და ვინც მუშაობს. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ мотиваციის მხრივ ჩვენი აქ ყოფნა არის წლები, უკვე ათეული ალბათ წლებია. ეს არის რა თქმა უნდა დამსახურება ჩვენი ორკესტრის დირექტორის ბატონი დიმიტრი ამანიძის და ქალბატონი მანანა ვაშაკიძის ურთიერთობის, რომელიც დაიწყო, როდესღაც დაიწყო და გაგრძელდა დღემდე და ჩვენ ყოველწლიურად უკვე ესე რომ ვთქვათ, გეგმაში გვაქვს, რომ უნდა ჩამოვიდეთ საჩხერეში. მეცაც ვიტყვი, რომ უკვე არ ყოფნის ერთი დღე და ორ-ორი დღე ჩამოვდივართ ხოლმე და ახლა გვაქვს პირველი კონცერტი და რამოდენიმე კვირის შემდეგ გვექნება მეორე კონცერტი. ძალიან დიდი დაინტერესება, ძალიან კარგი ბავშვები არიან, კარგი მომზადებულები არიან, ძალიან მუსიკალური, ახლა არც მიკვირზე მოიმერეთში ახლა ესეთი მუსიკალური ტრადიციების მქონე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სკოლის სახელი, რომელიც შეიცვალა და არის დავით და ლექსო თორაძეების სახელობის, ეს უკვე სხვა პასუხისმგებლობის ხარისხი შესძინა, რა თქმა უნდა, ამ სკოლას და ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია ულოცავ ამ სკოლას და ულოცავ საჩხერეს, რომ ყავთ ესეთი მოსწავლეები, ესეთი პედაგოგები და რა თქმა უნდა ის ადამიანები, ვინც მხარში უდგას ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ამ ჩვენს გადაადგილებას, აქ ჩამოსვლას ყველაფერს ჭირდება რაღაც დახმარება და ეს დახმარება ყოველწლიურად, რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობიდან არის ასევე მე ასე მგონია, რომ გეგმაში ჩასმული და ჩვენ ამას გვგრძნობთ, ხედავთ და ვაფასებთ ძალიან და დიდი მადლობა. სკოლა არის ბავშვებისთვის შესაძლებლობების გამოვლენის, მაქსიმალურად რეალიზების საშუალება, რასაც მართლა ამ სკოლის პედაგოგ-მასწავლებლები ყველაფერს სულს და გულს დებენ ამ ბავშვებისთვის, მართლა ამ საქმისთვის არიან დაბადებული. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება 6 წელია უკვე თანამშრომლობთ. სიმფონიური ორკესტრი ეს კიდევ არ ვიცი, ალბათ საოცრება ამ ბავშვებისთვის, ამ პატარა ასაკისთვის, დიდი პასუხისმგებლობა, შესაძლებლობის მაქსიმუმს ავლენენ ბავშვები, რასაც ხელს უწყობს თვითონ დირიჟორი სიმფონიური ორკესტრის ბატონი რეზო. ყველანაირ გზას უჩვენებს ამ ბავშვებს, რომ სწორად მიიღონ ყველა ნოტი, ყველა ბგერა, თვითონ ორკესტრი, მუსიკა.